ლამაზია. თან ბობოქარი და თან ლამაზი. ძალიან ლამაზია. რეალურად სულ სხვა ემოციაა ახლოს როცა ხარ. ყველას მოგესალმებით მეგობრებო და წინასწარ გელოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც ხვალ არის. იმედია სიხარულით და ღიმილით ელოდებით ამ დღეს და აღნიშნავთ აუცილებლად საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მე ისე მოხდა, რომ სრულიად მარტო ტახტში ბათუმში და ამ აღდგომის რამოდენიმე დასვენების დღეს ვატარებ ჩემთვის მშვიდად და წყნარად. ალბათ ძალიან საჭირო იყო ეს მარტოყოფნა ჩემთვის, იმიტომ რომ სასწაულად დაძაბული სამუშაო გრაფიკი მაქვს და კიდევ უფრო რთული შინაგანი პერიოდი. არ ვიცი როგორ უნდა თქვა, სწორად როგორ უნდა გამოთქვა, მაგრამ მოკლედ და იყოს ისე უცებნა თქვამი მოკლედ. რეალურად ძალიან დიდი შინაგანი დიალოგების პერიოდი მაქვს, თუმცა ეგეც გადალახვადია, რა თქმა უნდა. ეხა მინდა გავიდეს გარეთ სასეირნოდ, საკუთარი თავი ვაიწუო, იმიტომ რომ მეორე დღე გარეთ არ გავსულვარ და მართალია აცივდა, თუმცა ზეჯერ კიდევ ანათებს. იმედია რომ საყვარელი ადამიანებით ხართ გარშემორტყმული და მხიარული აღდგომა გექნებათ ნამდვილად. მეც ძალიან მინდა და ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, მაგრამ არა უშავს. ფიქრობ, როდესაც ამის შინაგანი რესურსი ემოციურად არ გაქვს, ჯობს ამ რესურსის მოსაძიებლად ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, დარჩა. მოკლედ, წამოდით ახლა ჩემი და ამ ვიდეოს ხათრით უნდა გავიდე გარეთ. გადავწყვიტე, რომ ცოტა შემეცვალა განწყობა ჩემი ტანის ამოსით და პიჯაკი ავტომობილში გარეთ უკვე საღამოვდება და გრილდება. შესაბამისად მე არ შემიძლია სიცივე, არ მიყვარს საშინლად და ამიტომ ვემზადე რომ ვიყო მაქსიმალურად თბილად. ჩემი ახალი ძალიან ლამაზი სათვალეები გავიკეთე პრადა, რომელიც რამოდენიმე დღეს წინ ვიყიდე, კი არა და კვირის უფრო ალბათ, მაგრამ რაც ეს სათვალე ვიყიდე, მას შემდეგ წვიმს. ძალიან ნაცნობი სიტუაცია ალბათ მეგობრებო თქვენთვის. იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ქოლგას რო ვიყიდით და წვიმება ხოლმე, ისეა ეს სათვალეც. ანუ სათვალე ვიყიდე და მზე დაიმალა. მაგრამ დაეგრე იყოს დღეს და დგა ამ უმშვენიერესი პრადა სათვალეების გაკეთების დრო. და გავისეირნოთ ახლა ერთად. და ეს სათვალეც გავასეირნოთ ბათუმის ქუჩებში. ნახეთ უბრალოდ როგორი ამინდია, როგორი საღამოა, სასწაული. სითბოთი სავსე და მზით. მიყვარს ბათუმი.
ხორცებს შემოუხლიეთ, ისეთი ლამაზი ჩანს ჩემი ბინა. ღმერთო, ძალიან მადლიერი ვარ, რომ მაქვს და ჩემი ქვია. აღუნთ მართლა. აი უეცად ვიგრძენი ეს განცდა და მინდოდა რომ გადამეღო. ქრისტე აღსდგა მეგობრებო, გილოცავთ უფალმა წყალობა, სიკეთე, კარგი ადამიანები და საკუთარი თავის იმედი, ჯანმრთელობა და ჯანი არ მოგაკლოთ. ესეც ჩემი პატარა კუთხე საღდგომა. ვინაიდან მარტო ვარ, ძალიან ცოტა მაქვს ყველაფერი. ეს საყვარელი კათამი გუშინ ვიყიდე. ძალიან საყვარელია. მომეწონა. ეს არის აგროჰაბის პასკა, რომელიც მინდა რომ ეხა გავსინჯო და ნახოთ როგორი იქნება.